მშვიდობის არი ოფენ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. Փաշინյան-ალიევის მორიგი შეხვედრა გაიმართება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიემგზავრა. აბუ-დაბიში დღეს დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა საამიროების პრეზიდენტთან, ხოლო ხვალ 10 ივლისს სამშვიდობო პროცესის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატებს იმედი აქვს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მალე სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე ყოფნის 6 თვის განმავლობაში საგარეო ურთიერთობების სფეროში დაფიქსირებული მიღწევების ჩამოთვლისას სახელმწიფო მდივანმა ერევანსა და ბაქოს შორის მოლაპარაკებებიც ახსენა. რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება მალე იქნება. მან აღნიშნა, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთი და მისი ინფრასტრუქტურა ახლა შეიძლება შეიცვალოს სირიისა და ლიბანის გამო და ჯერ 6 თვეც კი არ გასულა. მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა თემი ბრიუსმა კითხვაზე არის თუ არა შეერთებული შტატების მხრიდან აქტიური ჩართულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში და რა აიძულებს შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანს სჯეროდეს, რომ ამ პროცესს დადებითი დასასრული იქნება, უპასუხა, რომ რუბიოს ამ თემის მიზეზი ჰქონდა და მათთვის მნიშვნელოვანი იყო ამ განცხადების გაკეთება. ოფიციალურმა ბაქომ და ერევანმა 13 მარტს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის დასრულების შესახებ განაცხადეს. ერევანი მზად ყოფნას გამოთქვამს ხელშეკრულების გასაფორმებლად. ბაქო პირობებს აყენებს. კილიკიის დიდი სახლის კათოლიკოსმა არამ პირველმა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ დაძაბულობაზე ისაუბრა. უმწვინმესმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ბევრს ფიქრობს სომხეთში ჩასვლაზე, თუმცა ეროვნული ასამბლეიდან და სოციალური ქსელებიდან მომდინარე და განგრძობითი მწვავე გამონათქვამები, ასევე დაკავებები არ ახალისებს მას სამშობლოსკენ გადადგას ნაბიჯი. თემას ასევე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი. რია ნოვესტის კითხვაზე მან უპასუხა, რომ გაერო იმედოვნებს, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის გარშემო შექმნილი ვითარება სათანადო პროცედურების ფარგლებში დარეგულირდება. მანამდე განცხადება ეკლესიათა მსოფლიო საბჭომაც გაავრცელა. ამავდროულად სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის პრეს-სპიკერმა უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ეჩმიածინის ტაძარში საგამოძიებო მოქმედებების დაგეგმვის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გუშინდელიდან პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველები წმინდა ეჩმიაცინის დედა ტაძრის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გეგმავენ. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ევროკავშირს ქართული ოცნების ლიდერებისა და რეჟიმის ხელშეწყობი პირების წინააღმდეგ პერსონალური და სექტორული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს განიხილოს ისეთი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა საბანკო სისტემა SWIFT-დან გათიშვა და სექტორული სანქციები, რომელთა მიზანიც ქართული ოცნების რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსვლების წყაროების შეწყვეტა იქნება. ევროპარლამენტი გმობს სათანადო კონსულტაციების გარეშე მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის რუსული სტილის უცხოელ აგენტების კანონს, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს და ანტი-LGBT კანონმდებლობას. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას ამ კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის თანახმად ქართული ოცნების პოლიტიკური ქცევა, მათ შორის რუსეთთან სტრატეგიული დაახლოება, რუსეთში განვითარებულ მოვლენებს იმეორებს. დოკუმენტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმებისა და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათთვის ფინანსური ინფორმაციის მოკლე ვადაში მიწოდების მოთხოვნის გამო, რაც მათ საქმიანობას პარალიზების საფრთხის წინაშე აყენებს. ამასთან ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას და ითხოვს მათთვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდას. დოკუმენტი ასევე აკრიტიკებს ევროკავშირის საბჭოსა და კომისიის დაგვიანებული და არაეფექტური რეაგირებისთვის და მოუწოდებს თანამოაზრე წევრ სახელმწიფოებს იმოქმედონ კოორდინირებულად პოლიტიკური დაბრკოლებების გვერდის ავლით.
რეზოლუცია ეხება უვიზო მიმოსვლის საკითხსაც. ევროპარლამენტი მიესალმება ქართველი დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას, როგორც პირველ ნაბიჯს და კვლავ მოუწოდებს კომისიისა და საბჭოს გადახედონ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო სტატუსის შეჩერების შესაძლებლობას. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამ შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. ოფიციალურმა ბაქომ მანიპულაცია და ფარისევლობა უწოდა სტეპანაკერტში მიღებული კომუნიკეს შესახებ სომხეთში ირანის ელჩის ბოლოდროინდელ განცხადებებს. ბაქოს თქმით, ელჩის მტკიცებები მიუღებელია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა. დოკუმენტი, რომელიც გასულ კვირას ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომაზე აზერბაიჯანის ინიციატივით მიიღეს, ხაზს უსვამს სომხეთიდან იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელების სამშობლოში დაბრუნების განუყოფელ უფლებას და გმობდა სომხეთს ამ თემთან დიალოგის არ დაწყების გამო, რაც სომხეთისადმი პირდაპირ ტერიტორიულ პრეტენზიებს ითვალისწინებს. კომუნიკეს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში სომხეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების შემცვლელი შეთითქმული ცნებებები ეწინააღმდეგება ირანის ისლამური რესპუბლიკის პრინციპულ პოზიციებს და კიცებლად არ ექვემდებარება. საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის წესდების თანახმად კომუნიკე წინასწარ იყო შეთანხმებული ყველა წევრ ქვეყანასთან, მათ შორის ირანთან. თეირანი ადრეც აცხადებდა, რომ არ უჭერს მხარს სტამბოლში მიღებულ იმავე შინაარსის რეზოლუციას, თუმცა ადგილზე მას შეუერდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი ქვეყნის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სტეპანაკერტში ჩავიდა, შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და საჯაროდ არაფერი უთქვამს თეირანის წინააღმდეგობის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი ბაქოსთან კავშირზეა რუსი ჟურნალისტების დაკავების საკითხზე და პრობლემების პარტნიორული გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა სპიკერმა მარია ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ ეს მიდგომა ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებში შედის. ეს განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე კეთდება. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ ეკატერინბურგში რუსი სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე გარდაიცვალა. ბაქო ამტკიცებს, რომ ისინი ძალადობისა და წამების შედეგად დაიღუპნენ. ამასთან ბაქოს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა სპუტნიკ აზერბაიჯანის ორი თანამშრომელი, რომელთა გათავისუფლებასაც რუსული მხარე ითხოვს. რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე აქტიურად ვრცელდება მოსაზრებები და პროპაგანდისტული შეფასებები იმის შესახებ, რომ სომხეთი შესაძლოა რუსეთისთვის საიმედო სტრატეგიულ პლაცდარად იქცეს. რადგან ამ განცხადებების უკან ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა თუ რეალობასთან მიახლოებული სცენარი. ამ თემას რიოფენ მედიის კორესპონდენტი ნარინე ღუკასიანი თავის რეპორტაჟში განიხილავს. რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დაძაბულობა განპირობებული არ არის 27 ივნისს ეკატერინბურგში როსგვარდიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ძალებით აზერბაიჯანური დანაშაულებრივი დაჯგუფების განეიტრალებით. დაპირისპირება დიდი ხნის წილ დაიწყო, ამტკიცებს პოლიტიკური ანალიტიკოსი არმან აბოვიანი. აზერბაიჯანის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტში არ არსებობს ადამიანი ან რაიმე ერთეული, რომელიც პირობითი თანხმობის ან გარეშე თანხმების გარეშე შეძლებს უხეშად რომ თქვათ, პირის გაღებას რუსეთის მიმართულებით. პრობლემა უფრო ღრმაა, ამბობს აბოვიანი. ასე 2021 წელს რუსეთში საგზაო პოლიციის ოფიცერმა გაუფრთხილებლობით მოკლა აზერბაიჯანელი ახალგაზრდა. ინციდენტს ექსპერტის თქმით უფრო დიდი რეზონანსი უნდა ჰქონოდა, თუმცა თემა მიიჩქმალა. მაშინ, როდესაც გასული წლის ბოლოს ჩეჩნეთის ცაში რუსული საზენიტო რაკეტით ჩამოგდებული და ყაზახეთში ჩამოვარდნილი აზერბაიჯანული თვითმფრინავის გამო ბაქომ ყველა შესაძლო დონეზე ატეხა ხმაური. ბრიტანეთი ამ მხრივ ძალიან ღია პოზიციას აფიქსირებდა და ალიევს საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვასაც იურჩევდა და საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის პრეზიდენტის პასუხისგებლობის საკითხის დაყენებასაც კი. ანალიტიკოსის დაკვირვებით აზერბაიჯანში პოლიტიკური გადაორიენტირებისა და პროცესების შესწავლითა და მათზე დაკვირვებით, რომლებიც ჯაჭვურია ალბათ 2022-23 წლებიდან მოყოლებული, აზერბაიჯანმა თანდათანობით დაიწყო პოლიტიკური და რეგიონული თვალსაზრისით ევრაზიული ვექტორიდან დაშორება.
Ադրբեջանը լինելով ժամանակին ბრիտանական პროექტ აზერბაიჯანი როგორც გეოპოლიტიკური ბრიტანული პროექტი ვერ შეძლებდა და არც გამოსდის დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება. ასეთი გამოთქმა არსებობს. სტამბულსა და ანკარაში ალიევს თურქეთის ვასალ ვეზირს უწოდებენ. ამრიგად, ანალიტიკოსის მტკიცებით აზერბაიჯანი არის, იყო და დარჩება ბრიტანულ პროექტად. აზერბაიჯანი ცდილობს ერთი მხრივ დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა და ქულები დააგროვოს, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ასევე ცდილობენ მართონ რომ ვითარება კონტროლიდან არ გამოვიდეს, რადგან ალბათ ხვდებიან რომ ამ შემთხვევაში აზერბაიჯანისთვის პრობლემები შეიძლება უფრო სერიოზული იყოს. რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დაძაბულობის ფონზე პოსტსაბჭოთა სივრცის ანტირუსულად განწყობილმა სახელმწიფოებმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და უკრაინამ გააქტიურეს საუბრები, თითქოს სომხეთი შეიძლება რუსეთისთვის საიმედო პლაცდარმი გახდეს. არიუტეს որ հերավոր უკრაინան թողած իր դար და აი შორეული უკრაინა, რომელმაც თავისი სადარდებელი მიატოვა, ძალიან სერიოზულ ინფორმაციას ავრცელებს თითქოს რუსეთი სომხეთში ჯარს აგროვებს, რათა სომხეთის გავლით ზეწოლა მოახდინოს აზერბაიჯანზე. ანალიტიკოსის რწმენით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუნდაც სომხეთში განთავსებული რუსული სამხედრო კონტინგენტი 100 სამხედრო მოსამსახურით შევსებულიყო, მედია სივრცე ამ სიახლით აყვირდებოდა. აბოვიანის თქმით, ასეთი ცრუ საინფორმაციო ნაკადები კეთდება იმისთვის, რომ სომხეთი რუსეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩაითრიონ. აბოვიანი აქ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სწრაფ რეაქციას, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთის კონცეფციაში არ შედის და სომხეთი არ დაუშვებს მისი ტერიტორია გამოყენებულ იქნას მესამე სახელმწიფო ზეწოლის ან სამხედრო მოქმედებების განხორციელებლად, სომხური ინტერესის გაუთვალისწინებლად. პროვოკაციաներ են անում, ոչ. დიახ, პროვოკაციებს აწყობენ. არა რუსები არ ემზადებიან და არც სურთ სომხეთის ტერიტორიაზე რაიმე გაუკეთონ აზერბაიჯანს. მათ იმდენი ბერკეტი აქვთ აზერბაიჯანზე ზეწოლის მოსახდენად. ის რომ უკრაინა ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომ მუშაობს ყველა იმ მიმართულებით, საიდანაც შესაძლებელია რუსეთზე დარტყმის მიყენება, ახალი ამბავი არ არის, ამბობს ჰაკოპ ბადალიანი. მისი თქმით, სომხეთს ქონა და აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სიტუაციით. Ինքիշ խելք ունենայինք ცოტა ჭკუა რომ ქონოდა ამ სიტუაციას დიახ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებდით აუცილებლად, რადგან როგორც დაძაბულობა, ისე ურთიერთობების გაუმჯობესება ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ჩვენთან შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ექსპერტების აზრით, რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში თუ მოვლენების ლოგიკა და ზოგადად გარემო გააგრძელებს განვითარებას ბოლო დღეების პროცესების კალაპოტში, დაგროვდება მუხტები, რომლებიც რაღაც მომენტში უეჩველად გამოიწვევს გარკვეულ აფეთქებას. მომავალ პოზიციონირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს. მანამდე კი მიუხედავად გარემოებისა, ანალიტიკოსების თქმით, რუსეთი აზერბაიჯანთან თაფლობისთვის გაატარებს თუ განშორდება, სომხეთი მსხილად უნდა იყოს და ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოს. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.